ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. როგორც ჩვენ წინა ვიდეოში ვახსენეთ და შეგპირდით, რომ თეორიული ნაწილის შემდეგ აუცილებლად გადავიღებდით თუ რა პრაქტიკული დავალებები უნდა შეასრულოთ მართლმოწმობის გამოცდაზე. ჩვენ წინა ვიდეოში ვახსენეთ, რომ მივიდოდით იმ მოტოსკოლებში, რომლებიც გამოგვეხმაურებოდნენ და გადავიღებდით თუ რა სიტუაცია არის, როგორ ასწავლიან და რა პირობებია საერთოდ. დღეს ვიმყოფებით პიტსტოპ აკადემიაში და ვინ თუ არა ლადო გუდაძე დაგვეხმარება ამ ყველაფერში და უკეთესად გაგვაცნობს თუ რა დაბრკოლებები შეგვხდება მართლმოწმობის გამოცდაზე და როგორ შევძლებთ, რომ აქ მოვხვდეთ, საიდან დავიწყებთ, როგორ დავიწყებთ, რა პირობებში მოგვიწევს სწავლა და ასე შემდეგ რა. სალამ. როგორ ძანდებით? ნელა, თავად? საკაიფოდ. ეხლა რა გვაინტერესებს? ამინდი ხავს. ხო, აი ამინდები გამოვიდა თან და ისეთი ხდება ძალიან ცუდი ამინდები და მე მოვაჩვენე ზაფხული. ეს ვიდეო რო დაიდება უკვე კაი ამინდები იქნება. ძალიან კარგი. ხო და ნუ აი ამ ამინდების გამოსვლასთან ერთად უფრო იმატებს ხოლმე ინტერესი მოტოციკლეტების მიმართ და უფრო მეც უნდა ხოლმე რომ დაიწყოს მოტოციკლეტის სიარული რა და პირველი და აუცილებელი რაცა და ყოველთვის ვიძახი ამას რომ აუცილებლად უნდა მივიდეთ მოტოსკოლაში გავიაროთ გაკვეთილები, უკეთესად ვისწავლოთ და გვასწავლოს უფრო გამოცდილმა ადამიანმა, ვიდრე ესე ჩვენი თანალბედზე დავსხვეთ მოტოციკლეტებზე და კი ვიცით მე რაც ხდება და როგორ ხდება ხოლმე სამწუხაროდ რა. მოტოსკოლაში სიარული რა საკიდან შეიძლება რომ იქნება რა მე ჩემი შვილის მოყვანაც მინდა. არა მყავს ხოლმე ყოლება. მოკლედ 3 წლიდან ზევით ვცდილობთ რომ აი ფეხი შემოვაბიჯებინოთ და დავაკავოთ მოტოსფეროთი ზოგადად ჩვენი პატარა ბავშვებიც, ჩემიც ახლა იქ სადღაც დარბის დაკატავებ სადღაც ჩემ ბავშვიც 3 წლიდან ზევით მოკლედ ვცდილობთ რა ვისაც მშობელს თუ აქვს სურვილი მაგისი ჩვეულებრივად 3 წლიდან ვასწავლით ბავშვებს მაქსიმალური 85 წლის იყო კაცი ვინც ყავდა ასაკის მოსწავლე სეზონზე ძალიან ბევრი ბავშვი დადის ხოლმე და ძალიან მიხარია იქ რომ იმ მშობლებს ნელ-ნელა ბავშვები რო იწამლებია ხო იასნია რა ის მომენტი აღარ არის უკვე რა ის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი რო იყო ხო იცი მოტოსკოლებზე რასაც ლაპარაკობდნენ ნელ-ნელა არის რაღაცები მაგრამ ჩვენი თაობის და ჩვენზე ცოტა დიდი მშობლები უკვე ვინებიც არიან მოყავთ თავისუფლად ბავშვები და მერე უკვე იწამლებიან პატარაობიდანვე რა თუ ყოფილა შემთხვევა რომ მშობელს ბავშვი მოუყვანია და თვითონაც მოზდომებია როგორ არა და დედასაც და მამასაც მთელი ოჯახი დაგვისვია და ერთხელ ბებია მოიყვანეს მე ანუ ბავშვი მოიყვანა მამამ სოლთან ერთად რა და ეგ იყო ნუ ერთი შემთხვევა როცა იმ გაკვეთილის მერე დედმამაც დაждდნენ და შემდეგ გაკვეთილზე ბებია მოიყვანეს ისე მაგრამ იზო აგინა მოტოციკლეტების ტარება გასწავლოთ ბებია ჩემს მიმართავ ახლა ვიყურებს ხო ნუ გაჩარე ბებია ჩემს დაფოლოვებული ყავ რა თქმა უნდა როგორ უნდა მოვხვდეთ პიტსტოპ აკადემიაში რა არის იმის საჭირო რომ აქ პირველი ნაბიჯები შემოუდგათ, შემოვიდეთ და გავარკვეთ რა როგორ ხდება. პირველ რიგში Facebook-ზე ან Instagram-ზე უნდა მოიწერონ პიტსტოპ აკადემია ორივეზე, რომელშიც გავუხარდებათ მოიწერონ. ჩვენი სტაფი ვინც არის, რამდენიმე კითხვა ექნებათ, აუხსნიან რა და როგორ არის გასაკეთებელი, ეტყვიან სასურველი დროები როდის არის, თავისუფალი და მე მისთვის სასურველ დროს შეარჩევს და მოვა და მე მოვა და მოვა. ესე მარტივად ხდება. ხო, არაფერი დიდი ის არ არის, რომ რაღაცა ფილოსოფია არ ჭირდება აბსოლუტურად ჩვეულებრივად. უბრალოდ Facebook-ზე ან Instagram-ზე პიტსტოპ აკადემია ჩაწერონ, მოიწერონ და ეგრევე გასცემენ ჩემები პასუხი. რა დაგხვდება და რას უნდა ველოდოთ? კარგი გარემო პირველ რიგში რა მხიარული გარემო ყოველთვის ვთქვით რომ ყოველი დღე იყოს მხიარული და ესეთი აი მოსვლა რო უხარია რა ადამიანს ძალიან ხშირად არის ხოლმე სიტუაცია როცა ჩვენი მოსწავლეები ვინებიც არიან ანუ გარდა იმისა რომ სწავლობენ მაგის გარდა მე ხო რა თქმა უნდა ეხა იქეთ რომ ნახო ვიღაცები აბირჟავენ რა ყველაფრის ნანახი მაქვს გავლილი მაქვს ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი არის გარემო რა იმიტომ რომ მეც ეგ ტიპი ვარ როცა სადღაც მივდივარ თუ გარემო არ მომწონს და რაღაც დისკომფორტს ვზნობ იქ რა ვიცი სწავლა კი არა საერთოდ გაჩერება არ მინდა ხოლმე რა კი ბატონო ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ყველაფერი. ვცდილობთ რომ ეგრე იყოს. და ეთყობა კიდეც აქაურობას რა ყოველ მოსვლაზე ვხედავ მაგას და აქ მე ბიჟად გასხოლმე რიგი აწერინებ ხოლმე მე ჩემი YouTube-ს. ზუსტად აი მოდით იმდეს გამოაწერინებ აქ რომ იმენა აი ახალ ბევრ followers-ზე ძალიან რა. საშუალოდ რამდენი გაკვეთილი არის საჭირო თუ არსებობს რა თქმა უნდა ეს რიცხვი? არ არსებობს ზოგადად ეს რიცხვი, იმიტომ რომ ყველა მაგას კითხულობს, მაგრამ არის ძალიან ინდივიდუალური რა. საშუალოდ 5-დან 10 გაკვეთილამდე უწევთ ხოლმე რეკომენდაციას, რომ ეგრე ჭირდებათ, მაგრამ არის ხალხი, რომელიც რავი თუ მხოლოდ ის იდეა ფიქსი არის რომ მარტო ავიღოთ და მეტი არაფერი არ გვაინტერესებს, შეიძლება 60 გაკვეთილში შეიძლება ჩავეტიოთ რა, მაგრამ მე არის ხოლმე ძირითადად ეგეთ სიტუაციები გვაქვს ხოლმე, როცა მართლაც აიღებენ, მე მოდიან უკვე და მე მართლა ტარებას სწავლობენ, იმიტომ რომ აი მართვის მოწობის აღება საერთოდ არაფერში არ არის.
ტარების ცოდნასთან. შესაბამისად მე უკვე მოდიან და მე ხო წავენ ტარებას. ამ თემას ჩვენ შევეხებით აუცილებლად რა და ვნახავთ რა სასაცილო რაღაცები ბარდება. მე ეგრე ვფიქრობ, მაგრამ იმენა სასაცილო რაღაცები ბარდება, იმიტომ რომ მე მოტოციკლის ტარება არ ვიცოდი რა ვეძე ჩაობარე რა. ხო, ბევრი არის ეგრე ძალიან. და ანუ იმდენად მარტივია რომ სისულელე არის რა, ეგ მიზანი გქონდეს რომ მაგიტოია რომ მოტოსკოლაში რა, ანუ მოტოსკოლაში თუ მიდიხარ, უნდა გქონდეს მიზნად დასახული ის რომ მოტოციკლეტის მართვა მთლიანად შეისწავლო რა და დაგეხმაროს რაღაცაში გეტყვი, რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში ვარ მოტოსკოლაში ნამყოფი რა და აი ისეთი პროცედურების გავლა მომიწია იმისთვის რომ მოტოსკოლაში ჯერ ერთი დავრეგისტრირებულიყავ და მე მეორე იმხელა პერიოდი ჭირდება მაგ ყველაფერს რომ რა სამჯერ მოდი და წადი მართლმწოვაზე არა ის აი საქართველოს მაგ ზოგადად ბიუროკრატიაში საქართველოს ბევრ ამაში წინ ვართ სხვა ქვეყნებთან შედარებით რა რაცა უნდა გასაკვირი იყოს მაგრამ აი მაგ კუთხით ნუ მოტოციკლის მართლმწოვას რაც ეხება აი ძალიან დაბალ ლეველზე ვართ მაგრამ ნელა იმედი მაქვს რომ ეგეც მოხდება სამ თემასაც მოხდება ჩვენც მოვიხოდებით და ყველაფერი იქნება იდეალურად. გადავიდეთ ახლა უკვე პრაქტიკულ ნაწილზე და ვანახოთ ჩვენს მაყურებელს თუ რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ მართლმწოვნის პრაქტიკულ ნაწილში. კაი ბატონო, წამო, ჯერ გაჩვენებთ მაშინ თქვენ მართლმწოვანს რისი ჩაბარება გვიწევს. ხო. და მე ნუ ზოგადად ახსნის პროცესაც კიდე შეგიძლიათ დაესწროთ და ნახოთ რა და როგორ ხდება. შვენიერ. კაი, ახლა დეტალურად აგიხსნით რომელ ელემენტში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მართლმწოვა ავიღოთ მოკლედ რა. პირველი მარჯვენა მხრიდან ვიწყებთ ზიგზაგს, ზიგზაგის ელემენტი არის პირველი. სამივეს გეტყვით ბარემ. ზიგზაგის შემდეგ გამოდივართ ჩიხში, ჩიხიდან გამოდივართ მეორე სიჩქარეში ვრთავთ და მეორეთი ვაკეთებთ უკვე რვიანს. ეხლა დავიწყოთ ზიგზაგით, მარჯვენა მხრიდან ვიწყებთ ზიგზაგს. პირველი რაც არის გასაკეთებელი. ზიგზაგიდან გამოსვლის შემდეგ მივდივართ ჩიხისკენ. ჩიხში უბრალოდ უნდა შევიდეთ. აი ამ ერთალ ფიჩკას შემოვულით გვერდს, მოვტრიალდებით და მოვდივართ უკვე რვიანისკენ. რვიანისკენ წამოსასვლელ გზაზე ვრთავთ მეორე სიჩქარეში და შევდივართ რვიანში. უკვე მეორე სიჩქარით ვაკეთებთ რვიანს. გამოვედით. გამოვედით და მართლმწოვა გვაქვს. ეხლა გეტყვით დამატებით რა პროცედურები უნდა გავიაროთ იმისთვის რომ მართლმწოვა ავიღოთ. პირველ რიგში ეს გადაბმულობა ცეპლენია ქართულად. მოკლედ ცეპლენიას უნდა გავუშვათ ისე დაძვრის მომენტში რომ არ ჩაგუქროს მოტოციკლეტი, თუ ჩაგუქრება მაგ შემთხვევაში ჩაგჭრიან აუცილებლად. მეორე, როგორც კი ფეხს ავიღებთ ასფალტიდან, როგორც კი ავიღებთ და დავდებთ მოტოციკლეტზე, შემდეგ აღარ უნდა ჩამოდოთ სრულ გაჩერებამდე. ანუ რაღაც მომენტში შუაში თუ მოგვიწია ფეხის ჩამოდგმა, ნიშნავს რომ ეგრევე ჩავიჭრებით. გვაქვს კონუსები, რომელსაც არ უნდა შევეხოთ, ისე უნდა გავაკეთოთ სამივე სავარჯიშო. კონუსების გარდა არსებობს შემოსაზღვრული სივრცე, სადაც არ უნდა გადავკვეთოთ, ანუ ზუსტად უნდა ჩავეტიოთ აი რვიანშიც, ჩიხშიც, კონუსებშიც, ზიგზაგში მოძრაობისასაც, ისე რომ არ მოგვიწიოს გადასვლა აი დახაზულების. ეგ არის ძირითადი რაზეც არის მთელი აქცენტი გაკეთებული. ძალიან ბევრი არის ხოლმე, როდესაც ჩიხიდან გამოსვლისას მეორეში როცა რთავენ მოტოციკლებს, მეორე სიჩქარეში უქრებათ მოტოციკლეტი, იმიტომ რომ ინერცია არ ყოფნით. რეალურად ჩიხიდან გამოსვლის მომენტში არის იქ იმხელა სივრცე, რომ ოდნავ გაზის მომატება შესაძლებელია იმისთვის, რომ მოტოციკლებმა ინერცია აკრიფოს და შემდეგ გადავრთოთ მეორე სიჩქარეში. ძირითად შემთხვევებში ნუ ეს რახან გამოუცდელები არიან და ცოტა შიშის მომენტიც არის და თან დაძაბულობის მომენტიც არის. ჩიხიდან როგორც კი მოტრიალდებიან, ეგრევე მეორეში რთავენ, მოტოციკლს არ ყოფნის ინერცია ასაჩქარებლად და შემდეგ იწყებს თახ-თახს მოტოციკლები და ქრება ბოლოს. ამიტომ ესე რომ არ მოხდეს, კარგი იქნება თუ ან სადმე იوارჯიშებთ, სანამ გახვალთ გამოცდაზე, ან უბრალოდ ნუ აი როგორღაც უნდა თქვენ თავს დააძალოთ, ეგრე ჩიხიდან გამოსვლის მომენტში ოდნავ ინერცია დაამატოთ მოტოციკლეთს. მეორეში გადართოთ რვიანს გააკეთეთ, გამოდიხართ და ეგრევე გამოცდელი ხდებათ რვიანის გამოსასვლელშივე და კილოსავთ მართლმწოვა გაქვთ. სულ ეს არის. ლადო მგონი რომ იდეალურად ახსნა ყველაფერი და ზედმეტი რა იმის შეკითხვა მე მგონი აღარ უნდა იყოს დარჩენილი თუ რა როგორ და რანაირად ხდება და რაზე ჩაგჭრიან და რაზე ჩააბარებ. მადლობა ლადო. დიდი მადლობა რომ გვიყურებ ასევე. კი, ბალეში ყობთ ძალიან მაგრამ გამოიწერეთ არხი, ძალიან კარგი რაღაცები არის და ლადოსაც აქვს YouTube არხი. ლადოს მეც ნამდვილად. ხო შენ ხო გაქვს რაღაცა. კი, რაღაც არხი მაქვს. გამოიწერეთ ლადოს არხით და რავი დაუდგეს ესე ერთმანეთს გვერდში რა ჩვენც გვინდოდა რომ ძალიან ბევრ მოტოსკოლას დაუდგომოდით გვერდში სამწუხაროდ მხოლოდ პიტსტოპ აკადემია შეგვეხმიანა მოვედით პიტსტოპ აკადემიაში გადავიღეთ განახეთ და სრულიად დარწმუნებული ვარ
100%-ით იმ სიტყვებში, რაც ეხა ვიტყვი, რომ 100% უწევ რეკომენდაციას პიტსტოპ აკადემიას რა. მობრძანდით, ისწავლეთ მოტოციკლეთის მართვა. თორე მართვის მოწმობის ჩაბარებას აგერ დავინახეთ, რომ რავი, არაფერი ბევრი არ უნდა რა. ერთ რაღაცას დავამატებდი. ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე, აი რატო რა? აი რატო ხარ ხოლმე ეს ენთუზიაზმით რა გამჭალული და მაგრა გვიყვარს რა, რასაც ვაკეთებთ რა, აი თითოეული აი აქ მოსული მოსწავლე ეგრევე ხდება ხოლმე, რომ აი იმენა ენთუზიაზმით ვარ ცავსე ხოლმე, როცა მოდიან მოსწავლეები და აქ რაღაცას სწავლების პროცესი არის თუ რაღაც ახალს მეცადინეობთ თუ წავიქცევით თუ რა ვეჯიბრებით ერთმანეთს თუ რაღაცა, მოკლედ მაგრად ვერთობით ხოლმე და რა ვისაც გინდათ მე გადავყო წაიგზავნა ხოლმე ვიღაცა არის ხოლმე ეგეთი შვენიერი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლადო შენ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ ასე რომ მობრძანდით გენაცვალე ისწავლეთ მოტოციკლეთის მართვა და რა მე ერთად ვიკატავთ ხოლმე რა ხანსად რა დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა კი არა მე მგონი გაცდა კიდეც უკვე იმიტომ რომ всё უნდა დაგემშვიდობოთ არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი გამოიწერეთ ლადოს YouTube არხი დაგვიწერეთ გულები, დაგვილაიქეთ, გადააზიარეთ, ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას, რომ აი მსგავსი რაღაცეები უფრო დიდი შემართებით ვაკეთოთ რა. მომავალ ეპიზოდამდე.